მოგესალმებით. ყოფილ ევროპად ქცეული ევროგაერთიანების ღრმა კრიზისი ეკონომიკურთან ერთად პოლიტიკურ არასტაბილურობაში გამოიხატება. ევროპის ქვეყნების უმრავლესობაში მთავრობები ძალიან დაბალი ნდობით სარგებლობენ. სამაგიეროდ გაზრდილია ისეთი პარტიების მხარდაჭერა, რომელთაც ადრე სერიოზულ მოთამაშეებად არ თვლიდნენ. ასეთია გერმანიაში პარტია ალტერნატივა გერმანიისთვის, ავსტრიაში მემარჯვენე თავისუფლების პარტია, საფრანგეთში მარინ ლეპენის ნაციონალური გაერთიანება. თითოეული მათგანი ძალიან სერიოზულ წინააღმდეგობას უწევს მეინსტრიმ და ლიბერალურ პარტიებს. მიზეზი გასაგებია, სწორედ ამ მეინსტრიმ პარტიების მიერ 10 წლეულების განმავლობაში ევროპის დამაზიანებელი პოლიტიკის წარმოების შედეგია, რომ ევროპა ყოფილ ევროპად იქცა. ჩვენ მიერ ნახსენები პარტიები კი ევროპის მოსახლეობას იმ ძველი ევროპის დაბრუნებას პირდებიან, სადაც ევროპული იდენტობა, კულტურულ-ისტორიული მახსოვრობა, ადამიანის უფლებების ევროპული სტანდარტი, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება და მედია დამოუკიდებლობა, ასევე ევროპული კანონმდებლობა იდგა პირველ ადგილზე. დღეს ეს ყველაფერი ან შეცვლილია, ან აღარ არსებობს. სამაგიეროდ არსებობს გლობალური დიპსტეიტის დაკვეთა და არსებობენ დაკვეთის შემსრულებელი ევროკრატები, რომლებიც აკეთებენ იმას, რასაც ეთქვიან. შედეგად კი ევროპა ხდება ყოფილი ევროპა. ევროპის მოსახლეობა უკვე ღია დაფიქსირებს უკმაყოფილებას ევროპული პოლიტიკური ელიტისა და ევრობიუროკრატიის მიერ წარმოებული პოლიტიკის წინააღმდეგ. ამას მოწმობს ევროპარლამენტის ბოლო არჩევნები, სადაც მემარჯვენე პარტიებმა ისტორიულ წარმატებას მიაღწიეს. ამავეს მოწმობს ევროპის დედაქალაქებში მასობრივი საპროტესტო აქციები, რომელიც უკრაინის ომში ევროპის ჩართულობისა და კონტინენტის ხელახალი გადაიარაღების წინააღმდეგ იმართება. ევროპელი მოქალაქეები, რომლებიც უკრაინაში მიმდინარე ომმა რთულ ეკონომიკურ და სოციალურ მდგომარეობაში ჩააგდო, ევროპის შემდგომი მილიტარიზაციის ნაცვლად ფინანსების გამოყენებას მათივე ქვეყნების კეთილდღეობისთვის ითხოვენ. თუმცა მოქალაქეების ხმა ევროპულ პოლიტიკურ ელიტამდე არ აღწევს. ევროპელი მოქალაქის უფლებები და ინტერესები დიდი ხანია ვიწრო ჯგუფის უფლებებმა, დიპსტეიტის ინტერესებმა ჩაანაცვლა. ევროპელების საპროტესტო ხმის ჩახშობაზე მუშაობს მედიაც. ევროპული მედია და მედია თავისუფლება იმ კლასიკური გაგებით, როგორითაც ის ჩვენ გვახსოვს, დღეს აღარ არსებობს. ის სრულად კონტროლდება გლობალური დიპსტეიტის მიერ და განსხვავებულ აზრთან ბრძოლის საქმეში თავისი ძლიერი როლი აქვს. ევროპული მედია ამკვიდრებს ერთი აზრის დიქტატს, ისე როგორც დაუკვეთავს გლობალური დიპსტეიტი. ეს ხდება ორველისეული მეთოდით, სადაც ნებისმიერი განსხვავებული მოსაზრება, მტრული მოსაზრებაა, მისი გაქრობაა საჭირო და ხდება მედიის სამიზნე. გლობალური დიპსტეიტის დაკვეთით უნდა არსებობდეს მხოლოდ ერთი აზრი და მხოლოდ ეს ერთი აზრი უნდა იყოს მართებული. მართული მედია საშუალებები სამიზნეში იღებენ იმ პოლიტიკოსებსაც, რომლებისთვისაც მიუღებელია ევროპისთვის თავსმოხვეული გლობალისტური და ნეოლიბერალური დღის წესრიგი. ჩვენ ვნახეთ თუ როგორ აშავებდა გერმანული მედია პარტიას ალტერნატივა გერმანიისთვის და მის ლიდერს ალისა ვაიდელს როგორ არ უთმობდა წინასაარჩევნოდ საეთერო დროს. მეტიც როგორც გაირკვა გერმანულ მედიას მითითება ჰქონდა მიღებული, არჩევნებამდე ამ პარტიის წარმომადგენლებთან ბევრი არ ესაუბრათ, რათა პარტიის პოპულარიზაციისთვის ხელი არ შეეწყოთ. ასეთივე ვითარება იყო საფრანგეთში, სადაც ფრანგული მედია ლეპენის წინააღმდეგ იყო მომართული. მას ხან ფაშისტად და ხან პუტინის მარიონეტად მოიხსენიებდნენ, ხოლო ლეპენის წინააღმდეგ საქმის აღძვრის შემდეგ დიპსტეიტის მიერ მართული მედია მის დამნაშავეობაში არწმუნებდა ფრანგ ამომრჩეველს. ინგლისის ყოფილი პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მედიის თავისუფლების მხრივ სავალალო მდგომარეობაა ინგლისშიც. ლის ტრასის თქმით, ინგლისში მედია სრულად კონტროლდება დიპსტეიტის მიერ. დიპსტეიტის მიერ ევროპული მედიის დამორჩილებაზე საუბრისას უნდა გავიხსენოთ ბიძინა ივანიშვილის ადვოკატების განცხადება, რომლის თანახმადაც მათ არ მიეცათ ევროპულ მედიაში შვეიცარიული ბანკის შესახებ მამხილებელი ინფორმაციის გამოქვეყნების საშუალება. ევროპის ყოფილ ევროპად გადაქცევის პროცესში განსაკუთრებული როლი იმ ღირებულებების ნგრევას აქვს, რომელზეც ევროპა ოდესღაც იდგა. ევროპული ფასეულობების დაღმასვლის პროცესი განსაკუთრებით 2006 წელს გააქტიურდა, როცა ევროკავშირის ეკონომიკამ ამერიკის ეკონომიკას ტრილიონნახევარი ევროთი აჯობა და დიპსტეიტმა მისი დომინაციის მთავარი ბერკეტისთვის, შეერთებული შტატებისთვის ევროპის როგორც კონკურენტის ჩამოშორება განიზრახა. მას შემდეგ შეუქცევადად მიმდინარეობს ევროპის ფუნდამენტური ღირებულებების ნგრევა და ევროპის ქვეყნების ხელოვნურ პრობლემებში გახვევა.
Ამ პრობლემებმა საბოლოოდ ევროპის როგორც გლობალური პოლიტიკური პოლუსის დასასრული და მორჩილ ტერიტორიულ ერთეულად ქცევა უნდა უზრუნველყოს. ევროპის ღირებულებების ძირითადი საყრდენი ადამიანის უფლებები დღეს პრაქტიკულად გამქრალია და ჩანაცვლებულია Deep State-ის დავალებითა და შემსრულებლების უფლებებით. ევროპელი მოქალაქის ფუნდამენტური უფლებები დღეს სრულად არის დაკნინებული და შექმნილია გარემო, სადაც ევროპელი მოქალაქე არალეგალური მიგრაციისა და გაზრდილი კრიმინალის გამო უკვე საფრთხეშია და ამას თავადაც ხედავს. LGBT პროპაგანდის გამო დღევანდელი ტრადიციული ევროპელი ვერ ახერხებს დაიცვას საკუთარი ტრადიციული და ოჯახური ღირებულებები. უკრაინაში მიმდინარე ომისა და ეკონომიკური კრიზისის გამო მომავლის რწმენა აქვს დაკარგული. ამ ყველაფერთან ერთად ევროპელ მოქალაქეს შეზღუდული აქვს ძირითადი პოლიტიკური უფლებები, არჩევანის, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება. ამ უფლების შეზღუდვა ევროპელ ამომრჩეველს არაქმედუნარიანად აქცევს და ძალაუფლებას უქვემდებარებს ბრიუსელის ბიუროკრატიის მცირე ჯგუფს, რომელიც მხოლოდ გლობალური Deep State-ის დაკვეთას ასრულებს. გლობალური Deep State-ის მიზანიც სწორედ ეს არის, გლობალისტური და ნეოლიბერალური იდეებით, LGBT პროპაგანდითა და პოლიტიკური არჩევანის უფლების წართმევით პოლიტიკურად გამოფიტული და იდენტობა დაკარგული მასის მიღება. სწორედ ამ მიზეზების გამო დღეს პარტია ალტერნატივა გერმანიისთვის გერმანიაში ყველა სხვა პარტიაზე წინ დგას. ალტერნატივა გერმანიისთვის ისტორიაში პირველად გერმანიის ყველაზე პოპულარული პარტია გახდა. სოციოლოგიური გამოკითხვების თანახმად პარტიას 25%-იანი მხარდაჭერა აქვს, რაც 3%-ით მეტია წინა გამოკითხვებთან შედარებით. ქრისტიან-დემოკრატიული კავშირისა და ქრისტიან-სოციალური კავშირის ალიანსის მხარდაჭერა 5%-ით არის შემცირებული და ახლა მათ ალიანსს 24% აქვს. ეს უკვე ძალიან სერიოზულ ტენდენციაზე მეტყველებს. ტენდენციაზე, რომელიც აჩვენებს, რომ გერმანელ და ზოგადად ევროპელ მოქალაქესა და ამომრჩეველს არა ყოფილი, არამედ ნამდვილი ევროპა სურს. გერმანიაში პოლიტიკური ვითარების შესახებ ნახეთ გიორგი მდივანის სიუჟეტი. გერმანია იცვლება და ეს ცვლილება გარედან ნაკარნახები არაა, არამედ ქვეყნის შიგნიდან წამოსული ცვლილებების სურვილია. 2025 წლის 9 აპრილს ევროპული Deep State-ისთვის მეტისმეტად არასასურველი რამ მოხდა. მემარჯვენე კონსერვატიული ალტერნატივა გერმანიისთვის უახლეს ისტორიაში პირველად პოლიტიკური პარტიების რეიტინგის ლიდერი გახდა. 25%-იანი მხარდაჭერით მან ყველა პარტიას გადაუსრო. მათ შორის ბოლო საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებულ ქრისტიან-დემოკრატიულ კავშირს, რომლის რეიტინგიც 24%-მდე დაეცა და ოლაფ შოლცის სოციალ-დემოკრატიულ პარტიას, რომლის მხარდაჭერაც 15%-ს არცდება. ფრიდრიხ მერცისთვის, დიდი ალბათობით გერმანიის მომავალი კანცლერისთვის, ეს სხვა არაფერია თუ არა პირველი სერიოზული პოლიტიკური ჩავარდნა. მაგრამ ფრიდრიხ მერცმა და გარემართვაზე მყოფმა გერმანულმა პოლიტიკურმა ელიტამ ეს მარცხი და მოსახლეობის მზარდი უკმაყოფილება პირველ რიგში საკუთარ თავს და იმ პოლიტიკურ დაპირებებს უნდა დააბრალოს, რისი შესრულების რეალური შანსი არ ჰქონდათ. კოალიციური მთავრობა ხშირ შემთხვევაში გამარჯვებული პოლიტიკური პარტიის გეგმის განხორციელების საშუალებას არ იძლევა, იმიტომ რომ სხვა პარტიების თანხმობისთვის დათმობაზე წასვლას გულისხმობს. გერმანიის მაგალითზე კარგად ჩანს, რამხელა პრობლემა შეიძლება გახდეს კოალიციური მთავრობა. ყველაფერს თანმიმდევრულად მივყვეთ. 2025 წლის თებერვალში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში ქრისტიან-დემოკრატიულმა კავშირმა ამომრჩეველთა ხმების 28.5% მოიპოვა. AfD მეორე ადგილზე გავიდა, ისტორიული რეკორდი დააფიქსირა და ხმების 20.8% მიიღო. ეს იმის გათვალისწინებით, რომ ალტერნატივა გერმანიისთვის გლობალური Deep State-ის მხრიდან წარმოუდგენელი შეტევის და არასამართლიანი მოპყრობის ობიექტი გახდა. ყველა კანონიერი და უკანონო ხერხით მათ გაშავებას, აკრძალვას და დისკრედიტაციას ცდილობდნენ, მაგრამ მათ მაინც იმაზე მეტი ხმა აიღეს, ვიდრე მერცის კოალიციაში შემავალმა სხვა პარტიებმა. ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის გამარჯვებაც მეტწილად იმით იყო განპირობებული, რომ მათ უბრალოდ ალტერნატივა გერმანიის პოპულარული და გერმანელების მიერ მხარდაჭერილი ანტიმიგრაციული პოლიტიკური გზავნილები გაახმოვანეს და გამარჯვების შემთხვევაში მოქალაქეებს ანტიმიგრაციული ღონისძიებების გატარებას დაპირდნენ. არსებობს არჩევანი, გაგრძელდეს ბუნდესტაგში წითელი მწვანეების უმცირესობის უფლება ინტერპრეტაციებზე და გადაწყვეტილებებზე, თავშესაფრის მაძიებელთა პოლიტიკაზე, ან მოხდეს ისე, როგორც ამ საკითხზე საჭიროება და ჩვენ ვირჩევთ მეორე ვარიანტს. სწორედ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ დაიწყო ყველაზე საინტერესო, როდესაც მერცმა უბრალოდ საკუთარი დანაპირების საპირისპიროდ დაიწყო მოქმედება, რათა სოციალ-დემოკრატებთან ერთად ახალი მთავრობა დაეკომპლექტებინა და ისინი თავისკენ მოემხრო.
არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე პოლიტიკოსთან ინტერვიუში ფრიდრიხ მერცი აღნიშნავდა, რომ ევროპის დამოკიდებულება ვალებზე საგანგაშოა და მან შეიძლება მორიგი ფინანსური კრიზისი გამოიწვიოს. ის აკრიტიკებდა უსასრულო დაკრედიტების პოლიტიკას. ასევე აღნიშნავდა, რომ ეკონომიკა კლიმატის პოლიტიკაზე უფრო პრიორიტეტული უნდა იყოს. მერცმა ასევე მიგრანტების რაოდენობის შემცირებაზეც დააფიქსირა თავისი პოზიცია. მაგრამ გამარჯვებისთანავე მერცმა მომენტალურად დაივიწყა თავისი სიტყვები, თითქოს ეს წინა საარჩევნოდ გერმანელებისთვის გადაგდებული საკენკი იყო და ახალი მთავრობის დამტკიცებამდე კონსტიტუციის ცვლილებას შეუდგა, რათა უფრო მეტი ვალი აიღოს, გერმანიის მილიტარიზაცია დააჩქაროს და ურსულა ფონ დერ ლაიენის მიერ ევროკავშირისთვის შემუშავებულ დირექტივებს მიყვეს ევროპის სწრაფი გადაიარაღების პროცესში. იმიტომ რომ ახალი მოწვევის პარლამენტში მას საკონსტიტუციო ცვლილების გატარება, რაც დეპუტატების 2/3-ის მხარდაჭერას მოითხოვს, გაუჭირდება. ალტერნატივა გერმანიისთვის მერცის გეგმას მხარს არ დაუჭერს. მერცის გეგმა კი ნამდვილად მძიმეა. ეკონომიკურ კრიზისში მყოფი გერმანული ეკონომიკის კიდევ უფრო მეტად დამძიმება, უკრაინის ომის გასახანგძლივებლად და ევროპული დიპ-სტეითის საომარი პოლიტიკის მხარდასაჭერად. გერმანული ტელევიზიისთვის რამდენიმე დღის წინ მიცემულ ინტერვიუში მან დაადასტურა, რომ უკრაინაში ტაურუსის რაკეტების გაგზავნას აპირებს. მე ყოველთვის ვამბობდი, რომ ყოველთვის მივაწოდებ ტაურუსებს ევროპელ პარტნიორებთან კოორდინაციით. ისინი უკვე აგზავნიან ფრთოსან რაკეტებს. ამას ახორციელებენ ბრიტანელები, ფრანგები და ამერიკელები. და თუ ეს კოორდინირებულია, გერმანიამ აუცილებლად უნდა მიიღოს მონაწილეობა. ოლაფ შოლცის მთავრობაც კი, რომელიც უკრაინის ომით გამოწვეულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ შედეგებს ფაქტიურად გადაყვა, უარს აცხადებდა უკრაინის დაჟინებულ მოთხოვნაზე მათთვის ტაურუსების გადაცემის თაობაზე. მაგრამ როგორც ჩანს, ფრიდრიხ მერცი აპირებს შუქნიშნის კოალიციასაც გადაუჯოქროს და საომარი პოლიტიკა კიდევ უფრო გააძლიეროს. ამისთვის კი ქრისტიან-დემოკრატიულმა კავშირმა გერმანიის კონსტიტუციაში ჩადებული მუხლიც კი შეცვალა, რომლის თანახმადაც ფედერალური მთავრობის სესხი-მთლიანი შიდა პროდუქტის 35%-ს არ უნდა აჭარბებდეს. დისკუსია კიდევ უფრო აქტუალური გახდა შეერთებული შტატების მოთხოვნების გამო, რომელიც გულისხმობს ევროკავშირის მხრიდან საკუთარი თავდაცვისთვის მეტი თანხის გაღებას. მერცის კიდევ ერთი საკვანძო დაპირება მიგრაციის შემცირება და საზღვრების მკაცრი კონტროლი იყო. კერძოდ მისმა პარტიამ გამარჯვების შემთხვევაში დეპორტაციის მკაცრი ღონისძიებების გატარება, თავშესაფრის მაძიებელი მიგრანტებისთვის ქვეყანაში შემოსვლაზე უარი და საზღვრების მუდმივი კონტროლი დააანონსა. ბოლო ორი პუნქტი კი ევროკავშირის ლიბერალური შენგენის შეთანხმებას აყენებდა კითხვის ნიშნის ქვეშ. მაგრამ ახალი კოალიციური მთავრობის ფორმირების პროცესში მერცმა თავისი მიცემული სიტყვა დაივიწყა და სოციალ-დემოკრატიულ პარტიასთან მოლაპარაკებების ფარგლებში მხოლოდ საზღვრების დროებითი კონტროლი და თავშესაფრის მაძიებლების უკან გაბრუნება მხოლოდ პარტნიორი ქვეყნების თანხმობისას დატოვა დღის წესრიგში. წინააღმდეგ შემთხვევაში მერცთან სამთავრობო კოალიციაში შესვლაზე უარს ითხოვდა ლიბერალური სოციალ-დემოკრატიული პარტია. აი რამხელა თავის ტკივილი შეიძლება აღმოჩნდეს კოალიციური მთავრობა. ქრისტიან-დემოკრატებმა ეს არჩევნებამდეც კარგად იცოდნენ და საკუთარი ამომრჩეველი უბრალოდ დაამშვიდეს, თუმცა ფორმალური ძალაუფლების ხიბლით გატაცებულები იძულებულები არიან დანაპირებზე უარი თქვან. შეცვლილი პოზიციების გამო მერცმა თანაპარტიელების ნაწილიც გადაიკიდა უკვე. ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის ახალგაზრდული ფრთა მერცს ემუქრება, რომ თუ ის დანაპირებს არ შეასრულებს, ისინი სამთავრობო კოალიციას მხარს აღარ დაუჭერენ. ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ ღია წერილში მერცი მათი იმედების გაცრუებაში დაადანაშაულა. მერცმა ასევე კიდევ ერთ საკითხში გადაუხვია. თუ წინა საარჩევნოდ ის ეკონომიკის მწვანე პოლიტიკაზე წინ დაყენებას პირდებოდა ყველას, კონსტიტუციის ცვლილებების და ვალების გაზრდის გამო მწვანეებთან თანამშრომლობასაც დათანხმდა. იმ მწვანეებთან თანამშრომლობას, ვისაც მუდმივად აკრიტიკებდა. ის მწვანეებს დამატებით 100 მილიარდი ევროს გამოყოფა შეპირდა, რათა ამ უკანასკნელების თანხმობა მიეღო საკონსტიტუციო ცვლილებებზე. AfD-ს ლიდერი ალისა ვაიდელი მართალი აღმოჩნდა, როდესაც არჩევნებამდე მერცის სოციალ-დემოკრატებთან და მწვანეებთან თანამშრომლობა იწინასწარ მეტყველა. Glauben Sie im Ernst, Herr Merz? ბატონო მერც, თქვენ სერიოზულად გჯერათ, რომ თქვენ შეგიძლიათ დაარწმუნოთ მოქალაქეები, რომ საკითხები გამოსწორდება, როცა თქვენ ახლობლობთ მწვანეებთან და სოციალ-დემოკრატებთან და მათთან გეგმავთ კოალიციას? ასეთია გერმანული პოლიტიკური კონიუნქტურა. სახელისუფლებო კოალიციის გამო პარტიები საკუთარ პროგრამაზე უარს ამბობენ. შედეგებიც სახეზეა. ფრიდრიხ მერცის და მისი პარტიის ბოლო რეიტინგები საგრძნობლად შემცირებულია. პოლიტიკო იტყობინება, რომ მერცი დიდ პრობლემებშია. თებერვლის შემდეგ 10 პუნქტით დაეცა მერცის მხარდაჭერის რეიტინგი.
35%-დან 25%-მდე. კიდევ ერთი გამოკითხვის თანახმად, იმ ამორჩევლების მიახლოებით 10%, ვინც ბოლო არჩევნებზე ქრისტიან-დემოკრატიულ კავშირს მისცა ხმა, ახლა უკვე AfD-ს დაუჭერდა მხარს. დროდადრო ისმის მოსაზრებები იმის თაობაზე, რომ ქრისტიან-დემოკრატების და AfD-ს თანამშრომლობა უფრო სასარგებლო იქნება გერმანიისთვის, ვიდრე ქრისტიან-დემოკრატებისა და სოციალ-დემოკრატების. მაგრამ ევროპულ Deep State-ს ამის გაგონებაც კი არ სურს. ქრისტიან-დემოკრატების გავლენიანმა წარმომადგენელმა და ექს-მინისტრმა იენ სპანმა უკვე განაცხადა, რომ ალტერნატივა გერმანიისთვის ისე უნდა მოეპყრონ, როგორც ნებისმიერი სხვა ოპოზიციური პარტია იმსახურებს. ანუ სხვა სიტყვებით, სოციოლოგიური გამოკითხვებით გერმანიის ნომერ პირველი პარტია დემოკრატიულ დამოკიდებულებას იმსახურებსო. ეს ხომ ისედაც ცხადია, რომ ყველაზე დიდი მხარდაჭერის მქონე პარტია არ უნდა იჩაგრებოდეს. მაგრამ აი ამას რომ ცალკე აღნიშვნა სჭირდება და ასეთი მარტივი ჭეშმარიტების ხაზგასმაც რომ ძალიან ცოტას შეუძლია გერმანიაში, ეს იმ დემოკრატიულ კრიზისზე და Deep State-ის დამღუპელ გავლენაზე მეტყველებს, რაც ერთდროს ევროპის წამყვან ქვეყანაში ხდება. ამ ყველაფრის შემხედვარე კი უბრალო გერმანელებს, რომელთაც საკუთარი ქვეყნის წარსული დიდება კარგად ახსოვთ, ის რომ მათი ქვეყანა ევროპული ეკონომიკის მთავარი ლოკომოტივი იყო, ახლა საკმაოდ ფრუსტრირებულები არიან იმით, თუ რას დაამსგავსა ევროკავშირის ლიბერალურმა პოლიტიკამ მათი ქვეყანა, სადაც თუ არ გავა ისე რომ სადმე ტერორისტული აქტი არ მოხდეს, ქალები არ გააუპატიურონ, ბავშვები არ მოკლან. ამ რიგით გერმანელებს უამრავი კითხვა დაუგროვდათ, როგორ მივიდა გერმანია აქამდე. Wir haben die Antworten. ჩვენ გვაქვს პასუხები, ჩვენ გვაქვს გეგმა გერმანიის მომავლისთვის. მთავრობაში მოსვლის პირველ 100 დღეში ეს გეგმა მიხედავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა საზღვრების ბოლომდე ჩაკეტვა და მათი უკან გაბრუნება, ვისაც აქ უკანონოდ შემოსულა სურს სათანადო დოკუმენტაციის გარეშე. მთელ მსოფლიოს გავუგზავნით მკაფიო გზავნილს. ძვირფასო მეგობრებო, გერმანიის საზღვრები ჩაკეტილია. 2013 წელს დაარსებულმა პარტიამ ალტერნატივა გერმანიისთვის განვლილ პერიოდში წარმოუდგენელი რამ შეძლო და გერმანული პოლიტიკური ლანდშაფტი შეცვალა. AfD-მ დიდი ისტორიის მქონე ტრადიციული პარტიების, ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის და სოციალ-დემოკრატიული პარტიის ორპარტიული კონკურენცია დაასრულა. ევროკრატების კონიუნქტურამ და ბრიუსელის ელიტამ ამ პარტიაზე შეტევა უკვე რამდენიმე წელია დაიწყო. ჯერ ნეონაცისტებს უწოდებდნენ, შემდეგ რუსული ფულის აღებაში ადანაშაულებდნენ, მერე დემოკრატიისთვის შეუთავსებლად აცხადებდნენ და მაინც ვერაფერი ვერ მოუხერხეს. ახლა უკვე საქმე იქამდე მივიდა, რომ გერმანიაში სრული სერიოზულობით განიხილავენ პარტიის აკრძალვის საკითხს. ალტერნატივა გერმანიას გააჩნია ჩამოყალიბებული გეგმა არა მხოლოდ უკონტროლო მიგრაციის წინააღმდეგ საბრძოლველად, არამედ გერმანიის სუვერენიტეტის დასაბრუნებლად, რაც ევროკავშირის დატოვებას და ევროპული Deep State-ისგან გათავისუფლებას გულისხმობს. გერმანელების 68%-ის აზრით ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიდის. თავისთან დიდი პოლიტიკური კატაკლიზმების და მოსახლეობის მასობრივი უკმაყოფილების ფონზე გერმანიის საელჩო საქართველოში უკვე რამდენი ხანია ყოველგვარ დიპლომატიურ სუბორდინაციას გასცდა და საკუთარი განცხადებებით უკვე ოპოზიციურ მედიას საშუალებად იქცა. გერმანიის საელჩო დესტრუქციული ოპოზიციის და რუსთაველის გამზირზე გამოსული აგრესიული მომიტინგეების მხარდამჭერად იქცა. ჩვენ დემოკრატიულ სტანდარტს გვიწუნებს არადა საკუთარ ქვეყანაში პროპალესტინურ აქციებს, არა თუ არბევენ და აწიოკებენ, არამედ ნებისმიერი პროპალესტინური დემონსტრაციის ჩატარებას კრძალავენ. როდესაც ილონ მასკმა AfD-ს დაუჭირა მხარი, ეს გერმანულ პოლიტიკაში უხეშ ჩარევად მიიღეს და ევროკრატებმა ერთი ამბავი ატეხეს, მაგრამ ქართულ პოლიტიკაში თვითონ ყოველდღე რომ ერევიან, ამაზე არ დარდობენ. გერმანიის გარდა აღსანიშნავია, რომ ავსტრიის მემარჯვენე თავისუფლების პარტიამ ვენის ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში ისტორიული შედეგი დააფიქსირა და წინა არჩევნებთან შედარებით 3-ჯერ მეტი ხმა მიიღო. ქალაქის მასშტაბით ჩატარებული არჩევნების შემდეგ თავისუფლების პარტია ახლა უკვე სიდიდით მეორე პარტიაა. ხაზგასასმელია, რომ ასეთი მოსემულობა ევროპის ქვეყნებში ტენდენცია ხდება. ეს ტენდენცია ნელა ვითარდება, მაგრამ ვითარდება და როგორც ჩანს დროთა განმავლობაში კიდევ უფრო გაძლიერდება. მე იოანე შაიშმელაშვილი ვარ. ვიყურეთ კვირაში 4 ჯერ, 21 საათსა და 15 წუთზე. დროებით.